მოგესალმებით, ეს შეგადაცემა მთავარი დღეს და მე მის წამყვანი ნათიაკირცხალია. 1 აპრილამდე იმ ოჯახებმა, რომლებმაც სახელმწიფო ქონებები და თვითნებურად დაიკავეს ტერიტორიები და დატოვონ ასეთი რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილება. 2012 წლის შემოდგომაზე აჭარაში მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად დაკავების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. პარალელურად გაჩნდა დასახლებებიც, რომელიც დღითი დღე ფართოვდება. საერთო ჯამში ასეთი 1000-ზე მეტი ოჯახი გამოვლინდა. მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით 2012 წლის 16 ნოემბერს შეიქმნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი სამთავრობო კომისია. კომისიას თვითნებურად დაკავების ფაქტების შესწავლა დაევალა და მას შესაბამისი რეაგირების თაობაზე აჭარის მთავრობისთვის წინადადებები უნდა წარადგინა. რეალობა ასეთია, თვითნებურად შესახლებული ოჯახები ტერიტორიებს არ ტოვებენ, ბოლო პერიოდში გახშირდა აქციებიც და ჩნდება მოთხოვნაც, რომ მოხდეს თითოეული ოჯახის დეტალური შესწავლა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტეს მათი განსახლების საკითხი. 9 წევრიან სამთავრობო კომისია სრულყოფილი სურათის შესაქმნელად ვადა არაერთხელ გაუხანგრძლივდა. კომისიის საქმიანობაში სტუმრის სტატუსით ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალი. აღმასრულებელმა დირექტორმა სამთავრობო კომისიის მუშაობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. დასკვნაში წერია, რომ კომისიამ რეალური სურათი ვერ ასახა. რა დასკვნა დადო კომისიამ რეალურად, რა ხარვეზები დაფიქსირდა კომისიის მუშაობის დროს და რა მოხდება 1 აპრილს. გადაცემის სტუმრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალის აღმასრულებელი დირექტორი ციალა ქათამიძე და უფლებადამცველი თამაზ ბაკურძე არიან გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გამარჯობა. ბატონო რამაზ, თქვენგან დავიწყებ იმისთვის, რომ სრულად მომხდარიყო სურათის აღწერა, სამთავრობო კომისიას მუშაობის ვადა არაერთხელ გაუხანგრძლივდა. რეალურად ბოლო ვადა იყო თუ არ ვცდები 5 მარტი. დაიდო თუ არა საბოლოო დასკვნა და რა შედეგია? მოგახსენებთ მაგის თაობაზე სრული სურათი და ყველა ოჯახი შევისწავლეთ, რომ დავიწყეთ პროცესი, რა ოჯახებიც იყო იქ და რა ოჯახებსაც ჰქონდათ ეს თვითნებურად ფაქტები დაკავებული, მაგრამ ამ შესწავლის პროცესმა გამოიწვია თვითნაკადის უფრო მეტი შემოდინება. ეს არა მარტო ჩვენი პოზიცია რო იყო და ჩვენ შევაჩარეთ. მე აი 700 ოჯახამდე რო შევისწავლე, მთლიანობაში შესწავლილია 2200 ოჯახამდე, შემდეგ განცხადებებით მოგვართავდნენ ეს ოჯახები. და რეალურად ყველა ობიექტებზე მაქვს მე საუბარი 12 ობიექტია, მათ შორის რაზეც მიდის საუბარი. ახლა არა მარტო 53 არის მიმდებარე ტერიტორიები იქა. ვერ გეტყვით, რომ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი, მაგრამ ამის შემდეგ უკვე დაიწყო თვითნაკადის შემოდინება. ჩვენ ვინც შევისწავლეთ ამ ოჯახებთან დაკავშირებით, უმეტესობა იყო სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, იყო ოჯახები, რომლებსაც სახლები ჰქონდათ დანგრეული და აი ვისაც ჰქონდათ საშუალებაც ჰქონდა იმ ოჯახებს ერთ შუახევში ერთ კედლაში მრავალჯერ მიწევს ამი თქვა გაუწიეს შესაბამისად ჩვენგულობა და შემდეგი ეტაპისთვის ჩვენ აღარ ჩავთვალეთ, იმიტომ რომ ეს თვითნაკადი არ გაგრძელებულიყო. მაგრამ რაღაცნაირად აი მოხდა ის, რომ ეს ნაკადი უფრო გაიზარდა. არც ერთი ოჯახი აგერ ბატონო. თქვენ ამბობთ, რომ განაცხადებს მიღება რაც დაიწყო. იქ არის და მრავალი ოჯახი, იქ არის ისეთი ოჯახები, მე მგონი დამერწმუნებიან, რომ იქ არის ისეთი ოჯახები, რომლებსაც 2% არ არის და ამ 2% არ არის ისეთი 2%-ია იმ ოჯახებისა, დაახლოებით 30-40 ოჯახია, რომლებსაც ფაქტიურად ჭირდება საცხოვრისი. არის ბევრი ოჯახები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებიდან გადმოსულები არიან, არის ოჯახები, რომლებსაც აი გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი და ორი ძმები ცხოვრობენ, არის ოჯახები, რომლებსაც გააჩნიათ ის პრობლემები. ანუ რეალურად 40 ოჯახი საჭიროებს 2000-დან. რეალურად და ამასთან ერთად ჩვენ დღეს გქონდა შეკრება მთავრობის თავმჯდომარესთან და ერთადერთი ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ აი ყველა არასამთავრობოს უთხოვეთ, რომ დაგვეხმარეთ იმაში, რომ აი იმდენად ამ იმდენად იმ ფორმა აი ვისაც აი ამ ეტაპზე არ ჭირდება დახმარება, ეს იგი სოციალურად დაუცველების ფონი გადაშალა. აი რა ხო გამიგეთ რას გეუბნებით და ამასთან დღეს იყო განცხადებები შემოსული გუშინდელი განცხადებები 94 ოჯახის მონაცემები შაბაჯერ არ დაუსრულებია ბატონო. არა დასრულებულია, მაგრამ ამ თემაზე ჩვენ მუშაობა არ შეგვიჩერებია, მუშაობთ ეტაპობრივად არის. და ზარი ეთერში მაყურებელი გველოდება და ოდნავ მოგვიანებით განვაგრძოთ საუბარი, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ანუ გამარჯობათ, მოგესალმებით. მე გაწუხეთ შუახევის რაიონიდან და განაცხადი გქონდა შეტანილი მარტო ხელა. დედა იმყოფება
რომელიც არ აქვს არავით არის საოჯახო პირობები, არც ოჯახი, არც სახლი, არც კარი, რამოდენიმეჯერ განაცხადი შევიტანეთ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიონში, საგანგებობაში, სადაც შუახევის რაიონში მოგეხსენებათ ეკომიგრანტთა ლიგი არის გათვალისწინებული, მაგრამ იქ ვიცით რომ არ მოხერხდა. მახარაძე ხო არ არის ეს ალბათ? მახარაძე არის, ეს არის მიქელაძე, ზოია მიქელაძე. რამოდენიმეჯერ განცხადებაც კი შემოვიტანეთ. შემდეგ გეოლოგიური დასკვნები კი მოგვიტანეს, მაგრამ გეოლოგიური დასკვნები არავითარ შემთხვევაში არ ესაჭიროება ამ ქალბატონს, რადგან მას არ აქვს სრულიად არანაირი საცხოვრებელი პირობა, არც ოჯახი, სახლიც არ აქვს. არა, გეოლოგიური დასკვნა მსგავს მდგომარეობაში რომ იმყოფება ქალბატონი და მას აქვს თუ არა ამ ეტაპზე თვითნებურად დაკავებული რომელიმე ფართი? მას აქვს ეხლა იმყოფება ხვის ოჯახში, სტუმრად არის, მაგრამ სტუმრად ეს რამდენ ხანს იქნება, ეს გათვალისწინებული არ არის, რადგან ხდება მას ვაჟი ყავს, ვაჟი თავად და დიდი მადლობა. მე მინდა რომ უკაცრავად ესეთ შეკითხვა დავსვა, თუ შეგიძლიათ რომ როგორმე გაითვალისწინოთ ეს ამ მარტო ხელადედის საკითხი და ინფორმაცია მაინც მოგვაწოდეთ უშუალოდ ამ დროებში, რადგან თვით დედას არ აქვს შესაძლებლობა რომ ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით, მოგეხსენებათ სრულწლოვანი ბავშვი არ აქვს, პატარა ბავშვია და დიდი მადლობა. ბატონო, არის თუ არა კონკრეტული ოჯახი თქვენთვის ცნობილი და ზოგადად რა ხდება ამ მიმართულებით? მას არ აქვს ესეთი ქალბატონი იყო შახტოვის მუნიციპალიტეტში მასწავლებელი მოსული, რომელსაც თვითებურად აქვს დაკავებული, რომელსაც გააჩნია საცხოვრებელი სახლი. ახლა გეოლოგიური დასკვნა მქონდაო და გეოლოგიური დასკვნა დამეთანხმებით რომ კეთება სახლი, ასე გააჩნია საცხოვრებელი სახლი და თუ გეოლოგიური დასკვნით იმ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, იქ ცხოვრება შეუძლებელია, ჩვენ ვზრადვართ რომ ამ გოლობა გაუწევთ ამ ოჯახს ოფილის ხვის ოჯახში არის და მე მგონი თქვა რომ ეკომიგრანტების სახლში ვარი უთხრეს იმის გამო არა გეოლოგიური დასკვნა მოვიტანეთ არ ქონდა შესაბამისად ვერ გვექნება ამ ეტაპზე შეუძლია ჩვენ აი მოგახსენეთ მაგის თაობაზეც რომ ამ თვითნებურად შესახლების პროცესის შემდეგ ჩვენ არ დაგვიმთავრებია ეს პროცესი და ყველა მუნიციპალიტეტებს აი გთხოვეთ რომ გადაუგზავნეთ რომ აი ეს ყველა ოჯახი ვით საჭიროებს დახმარებას 2300 ოჯახის და 3300 ოჯახის აი უნდა მოხდეს იდენტიფიცირება როგორ აი ვის საჭირდება რაიონების მიხედვით აი თქვენას ამერწმუნებით და ბატონის ამომაძეთ და კალბატონის იალაც რომ იქ ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია და იქ აი ძალიან მაგარი ნუ ცუდ პირობებში ცხოვრობენ ეს ოჯახები შუქი იქ არ არის წყალი იქ არ არის მაგრამ არანაირი აი საცხოვრებელი პირობები არ არსებობს და ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს რომ შესაბამისად შეესწავლათ ეს ოჯახები და ეს პროცესი მიმდინარეობს უბრალოდ შესწავლის პროცესი ჩვენ 24 რეჟიმში მუშაობთ შემდეგ წარმოედგინათ აი დამთავრებინეთ რა ძალიან მოკლედ შეიძლება ბატონის ხებსაც დროულად არა ერთი წუთით და დავამთავრებ და შემდეგ წარმოედგინათ სამომავლოდ თუ რა ესაჭიროებათ ამ ოჯახებს რომ რა დავსახლოთ სამომავლოდ რომ ამ ოჯახების რა არის გასაკეთებელი სოციალური სახლები არ შეშენონ თუ სამომავლოდ რა გვჭირდება ამ ოჯახების დიდი მადლობა. ცელო თქვენი ორგანიზაცია პარალელურად ესე ვთქვათ ახორციელებდა მონიტორინგს და კვლევას შესაბამისად დღეს დადეთ დასკვნა როგორია თქვენს მიერ ასახული რეალობა ჩვენი ორგანიზაცია მოწვევის სტატუსით იყო ჩართული აღნიშნული კომისიის მუშაობაში თუმცა პარალელურ რეჟიმში 12-ვე შესახლების ობიექტზე ვიმყოფებოდით და ჩავატარეთ თვისობრივი ხასიათის კვლევა. სხვადასხვა კითხვარი იყო, რომლებიც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის კითხვებს, დაწყებული ვთქვათ, რომელი რეგიონიდან იყვნენ, რა იყო მათი შესახლების მიზეზი, რა მოლოდინები ჰქონდათ და ესე შემდეგ და შემდგომ ჰქონდა ასევე დეტალური ანალიზი კომისიის ხდომების მიმდინარეობის, რომელიც ცალკე არის გამოქვეყნებული. კომისიის ხდომების ანალიზმა აჩვენა ის, რომ რეალურად არ იყო საკმარისი კომისიის ხდომების ჩატარების რაოდენობა. ვფიქრობ, რომ მითითებული ქონდა თქვენ 4 კომისიის ხდომა, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად მომხდარიყო გაანალიზება. არც ეს იყო საკმარისი, ზოგადად იმასაც ვფიქრობთ, რომ არ იყო კოორდინაცია სწორად კომისიის წევრებს შორის გამომდინარე იქიდან, რომ თავიდანვე ბატონებმა დამეთანხმება თხოვეთ კომისიას ჩვენმა ორგანიზაციამ, რომ შექმნილიყო ერთიანი მეილ ლისტი, რომელზეც დაეგზავნებოდა ყველა კომისიის წევრს კომისიის სხდომის შესახებ
გარეშე, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ კომისიის წევრები, როდესაც ინდივიდუალური საუბრები მქონდა მათთან, ან ერთმანეთთან, ამბობდნენ, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებული თუნდაც ჩვენი რეკომენდაციების შესახებ, ან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების შესახებ. ეს არის ერთ-ერთი, თქვათ, ხარვეზი, რომელზეც შეიძლება ვილაპარაკოთ ზოგადად. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომისია მისი მთავარი მიზანი რაც იყო, სრულად აესახა თვითნებური შესახლებების ობიექტებში არსებული სურათი საბოლოოდ ვერ მოახერხა, გამომდინარე იქედან, რომ ვერ შეძლო ერთიანი სრული სურათის დადება, თუ ვინ არიან ეს ოჯახები და რის გამო იყვნენ ისინი გადაადგილებული, მთავარი მიზანი, რაც რეალურად ჰქონდა ჩვენი აზრით კომისიას და შესაბამისად ისეაც, რომელიც არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის ბოლომდე სრულყოფილი, გამომდინარე იქედან, რომ ინდივიდუალურად კარდაკარ მეთოდით არ მოხდა რამის შესწავლა, იმიტომ რომ რწმუნებულების მიერ მიღებული ინფორმაცია ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება ასახავდეს რეალობას, გამომდინარე იქედან, რომ არ შეიძლება ყველა იმ ინფორმაციას, ვინ დატოვა მათი რეგიონი და ასე შემდეგ. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ისევ მათთან, ვფიქრობ, ალოგიკურია. უკეთესი ანუ რა მეთოდებით ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოდით ვისაუბროთ, მაყურებელი გველოდება, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, გასვით შეკითხვა. ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ, მე ძალიან ბევრჯერ მივმართე ბატონ რავაჯინჭა, რადგან ყველას აბსოლუტურად ვინ არ შევაწუხე, ჩემ მეუღლე ტყვეთ იყო 2008-ში, ყველამ კარგად იცის, სოციალურად დაუცველი ვარ, ნათესავს ვაფარებ თავს, მერიასაც მივმართე ბატონ ჯემალანანიძეს, ყველამ უარით გამისტუმრა, ვის უნდა მივმართო, ძალიან მაინტერესებს, იძულებული გავხდი, რომ აი იმ ხალხთან ერთად მე ჩამედგა ქოხი. დიდი მადლობა. მადლობთ. ბატონ თამას. ვის უნდა მიმართოთ ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლის კომპეტენციაში შედის სოციალურად დაუცველების დაცვა, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ დღეს ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახის კარგავს ამ სტატუსს, მე ვიტყვი, რომ ხშირ შემთხვევაში უკანონოდ. ეხლა რა შეიძლება ამ თვითნებურად შესახლებულებს? თქვენ აქციაზე ძალიან ხშირად ხართ მათთან ერთად და რეალურად თქვენ მათი მეთხოვნა რა არის და რა პრობლემებს აწვდით და რას აფიქსირებენ თქვენთან ერთად? ბატონმა რამაზმა აღნიშნა ყველა ობიექტები აჭარაში, სადაც თვითნებურად შესახლებენ. მე ყველა ობიექტზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მე მხოლოდ ვიცი და ინფორმაცია მაქვს რა ხდება 25 და 53 ბატალიონის ტერიტორიებზე. მთელი ეს დღეები მათთან ერთად არა მარტო ქუჩებში მე ავდივარ და ვამოწმებ პირადად რეალურად ვინ ცხოვრობს ადგილზე, ვინ არ ცხოვრობს, რეალურად ვის უჭირს და ვის არ უჭირს. მე ვეთანხმები. როგორია სურათი? ბატონ რამას ვეთანხმები იმაში, რომ შესაძლებელია იქ ძალიან გაჭირვებული ადამიანების და ოჯახების ხარჯზე ისარგებლოს ისეთმა ოჯახებმა, რომლებსაც ნამდვილად აქვს ფართი საცხოვრებელი ისა ფართი. რამდენი ცხოვრობს ამ ეტაპზე, აი იმ ტერიტორიაზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ და რამდენია მდგომარეობაში? ისეთებიც იყოს, რომელიც ბინებს აქირავებს. ჩვენ ამას არ გამოვიწყავთ და არ გამოვიწყავს ის ხალხიც, მაგრამ ხო შეიძლება მათ ხარჯზე ყველა დაზარალდეს. მე მაქვს ესეთი წინადადება, რომ ჩვენ ბევრია ესე თავი არ ვიმტვიოთ და არ ვიტეხოთ, მაქვს უბრალოდ წინადადება, ეს მთავრობას შეუძლია გააკეთოს. 1 აპრილამდე ვინც არის იქ, ვინ ცხოვრობს, ჩემი ინფორმაციით 3000 ოჯახია, ხო? აი მე მაქვს ახლა აი აგერ ჩემს წინ არის ქაღალდები, რომელიც არის 20% იმ ქაღალდებისა, რომელიც მარტო დღეს მე გადმომცა მოსახლეობა. არის კიდევ ბევრი ამდენი და ამიტომ 1 აპრილამდე ვინც არის შესახლებული ბატონო რამას თუ შეუძლია ეს მთავრობას და რა თქმა უნდა არასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად. თქვენ ამბობთ რომ თქვენ თქვენთან მოიტანეთ საკმაოდ ბევრი დოკუმენტაცია ნაწილი ვერც მოახერხეთ რომ გაგეთავსებინოთ. ჩვენი სოციალური კონკრეტულად და ინფორმაცია ხოდა გადავამოწმოთ ბატონო რამას იქ დიდი ტერიტორია ხო და მოდი ხო შეიძლება რომ გადავამოწმოთ შეიძლება 2000 გადამოწმებული ამიტომ არა თქვენთან შემოსულ გადავამოწმეთ მხოლოდ 700 ოჯახი თუ იმ ტერიტორიაზე ვლაპარაკობ მე და 1000 ვერ გადაგდით და იმის შემდეგ კიდე შესახდა ბატონო რამას 2200-ია მე მაქვს 3000 ოჯახი და დავასრულოთ ეს ერთხელ და სამუდამოდ 1 აპრილამდე შესახლებული ადამიანები 40 ოჯახია რეალურად თუ არის უფრო მეტი პირადად 40 ბატონო რამაზე ამბობს რომ ამდენი რაოდენობის ადამიანი შეიძლება იყოს რომ შეიძლება ტელევიზიების თავდასწრებით და ნახოთ აქ მარტო ფართი არა ლაპარაკი და ნუ ვაპელირებთ ჩვენ მარტო ფართებით იქ არის ოჯახები რომლებსაც პატრონობა სჭირდება სოციალურად დაუცველები ამ სტატუსს ჩამორთმეულები მრავალშვილიანები არის ოჯახები რომლებსაც ბევრი ინვალიდი ყავს ჩვილები ყავს რომ არაქვენ საარსებო ბატონო თამას ანუ ეს ადამიანების სხვა კატეგორიის ადამიანები არ ითხოვენ ფართობებით დაკმაყოფილებას ყველა ერთად არ ითხოვს ფართს უბრალოდ ბევრი მათგანი შესახდა იქ რომ მთავრობა მიაქციოს ყურადღება რა ბედი როგორ მივეხმაროთ იმ ხალხს ავიდეთ ტელევიზიების
აი ერთადერთი უნდა შევთანხმდეთ რომ აი ქალბატონ ციალასაც უნდა უთხრა აი არ უნდა ითქვას ისეთი ტონითაც რომ აი ამ კომისიამ ვერ იმუშავა ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავეთ და აი არა სრულიად გეუბნები მაგრამ სრულიად ფიზიკურად ფუნქცია და ორგანიზაციული ხარვეზებია დასკვნაში ჩამოყალიბებული ვატარებად ახლა ხიალათა მე არასდროს არ მქონია შეხვედრაზე და ურთიერთობაზე და აი რაც დროის მიხედვით ბატონებას მე რატომ ვამბობ რომ შემოწმეს ბევრი ოჯახი ამბობს არავინ მოსულა შემოწმებას მე გადმოვშევთანხმ ერთადერთი აგეთ ჩვენ ვიყავ ტელევიზიით და აი გვიყურებს ის ხალხი რომელთაც აი რაღაც მომავლის მოლოდინი აქვს და აი ნაწილი ოჯახებისაც სამწუხაროდ ეხლა რომ მივიდეთ შეიძლება ძალიან ბევრი ჩადგმულია და შიგნით საერთოდ არავინ არ ხვს ასე ფაქტები ძალიან ბევრია მაგრამ მე გასაგონად ვამბობ და ქალაქი უყურებს აი რომელიმე დამეთანხმებით რომ იქ მაგოჯახებმა ცხოვრება უნდა გააგრძელო იმ ტერიტორიაზე ნამდვილად არა აი ხომ ეთანხმებით თვითონ მოსახლეობა თანხმობს რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია ჩვენ რეალურად აი გუშინდელი გვერდანდებოდი და განცხადებები რო შემოვიდანეთ მე არ მინდა გვარების მიხედვით წავიდე მაგრამ აი არც გვარს არ ახსე მოუყვები აქ საუკეთესო სახლი აქ სახლი აქვს საუკეთესო სახლი. ეს ჩვენს რა პროცენტია ამ 3000 ოჯახიდან? არა, მე მაგას საიდან გაქვს მიღებული? 98 ოჯახიდან ეს მუნიციპალიტეტებიც არ დაუჯერეს მუნიციპალიტეტებული ინფორმაციით ეს არ უნდა დაუჯეროს ერთ-ერთმა გამგებელმა უпростоრად გუშინ ერთ-ერთ ოჯახის წევრს დაურეკა და უთხრა მოგეხსნებათ სოციალური რაღაცა დახმარებებს ღებულობენ თუ რაღაც თუ ქოხს არ აიღებთ და არ დაშტით და არ გამოხვათ მაკედან ერთ-ერთი შვილი მუშაობს რაღაცა თანამდებობა ქონია რაიონში იმას გავათავისუფლებ დედამისი ცხოვრობს აქ თუ ესე იგი შენ რაღაც ესეთი გამოკრებები მე არ ვიცი მაგ თემა და ჩემთვის არა მე მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუ საჭიროა არის დასკვნები რომ ამ ხალხის ცხოვრება არ შეიძლება ფაქტი აქვს და ამას თვლიან რომ ფაქტი აქვს ფაქტი აქვს მაგრამ იქ ყოველდღიურად შესაძლებელია მოხდეს ტრაგედია და ტრაგედია რომ მოხდება მე გამოვდივარ მივიღებ ყველა ტრაგიკულ საფრთხეს მე იმიტომ ვიძახი რომ აქ არის საცხოვრებელი სახლი ძალიან დიდი ბოდიში თუ შეიძლება რომ გვიპასუხოს მე ამ მუნიციპალიტეტების წონებულების სანდოობაზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ უბრალოდ ვითხოვთ ჩვენ არასამთავრობოები და ალბათ საზოგადოებაც თითოეულ ოჯახზე დაიდოს აღნიშნული ინფორმაცია სადაც ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი აიღებს თითოეულ ოჯახზე პასუხისმგებლობას ამას დაემატება ამონაწერები მოხდება ადამიანების ხელახალი შესწავლა ოღონდ ისე მუნიციპალიტეტების მიერ და არა უკვე არსებული დოკუმენტაციით არ ვიცი რა მეთოდით ჩვენ ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების და ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად შეიქმნას მობილური ჯგუფი რომელიც რეალურად დათვლის ამ ადამიანებს ოჯახებს ზუსტად გვეტყვის რამდენ ოჯახთან გვაქვს საქმე და არ გვექნება შემდგომ დისკუსია თქვა ბატონი რამაზე ერთს ამბობს ბატონი თამაზ მეორეს ჩვენ კიდევ ამბობთ რომ ზოგადად სრული სურათი არ არის აღწერილი და შესაბამისად ძალიან რთულია თუნდაც ბატონმა თამაზ მან ჩვენ ცალკე დავდოთ სრული სურათი რამდენი ოჯახია და ესე შემდეგ თუმცა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს ამ ადამიანების გადაადგილების გამომწვევი ფაქტორები მთავარი მიზანიც ჩემი აზრით ამ ადამიანების შესწავლის და ოჯახების შესწავლის არის ის რომ აჭარის მთავრობას ჰქონდეს სრული სურათი რა პრობლემებია აჭარის რეგიონში პირველ ეტაპზე როგორ უნდა მოახდინოს თქვა უთხრას იმ ადამიანებს ვისაც აქ საცხოვრებელი სახლი წერილობით აი როგორც შევთანხმდით წერილობით თითოეულ ოჯახს დაეგზავნოს პასუხი იმაზე თუ როგორი არის მისი მდგომარეობა თუმცა ეს უნდა იყოს დადასტურებული დოკუმენტალურად ყოველგვარი იურიდიული საბუთების დახმარებით და იმ ადამიანებს რომლებსაც არ აქვს დავეხმარებით შემდგომ დავიწყოთ ამ ადამიანების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა ცენტრალურ მთავრობასთან საერთაშორისო ფონდებთან დაიწყოს მუშაობა წლევანდელი წლის ბიუჯეტში რა თანხები შეიძლება იყოს გათვალისწინებული მთავარი არის რომ მივიდეთ ამ ადამიანებთან და ვუთხრათ რომ ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა წელს მომავალში გვექნება ეს და ამ პრობლემებზე დავიწყოთ ძალიან დიდი პრობლემა იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება იქ ერთ-ერთ პუნქტში არის ჩვენთან განსაზღვრული რეკომენდაციებში და ხარვეზებში ზოგადად რომ ყველა გადაწყვეტილება რომელსაც ბატონი რამაზე ამბობდა კომისიამ დადო დასკვნა ამ ადამიანებისთვის არის ხელმიუწვდომელი იმიტომ რომ არის შუქი არავინ მისულა მათთან და არ უთქვამს რა თქვენ თქვა 1 აპრილამდე მადლობა ზარი ეთერში და ბატონ რამაზ შემდეგ კითხვა თქვენთან მოხდება გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ალო დიახ გამარჯობათ ჩვენ ხულოს რაიონიდან
დირექტორ. გისმენთ. მე ვცხოვრობ 10 წელია. ერთ ოთახში პატარა ბაღანა მყავს. და მივწერე წერილი ნებისმიერ თაურობას. და მივახტია სახში რაც მიჭირს და ყურადღებას არ მაგცემენ. და ვზივარ სოციალურ დახმარების ქვეშ. გაკითხოთ კონკრეტულად მოთხოვნა რა არის თქვენი? მე რავიცი მიწა მომცენ ან დინა მომცენი ოთახი მაქვს ჩადგმული. ხელვაჩაურის რაიონში. სად კონკრეტულად სად გაქვთ აი ეს ფართობი რაზეც თქვენ საუბრობთ და არის თუ არა ეს თქვენი საკუთრება თუ თვითნებურად გაქვთ დაკავებული ტერიტორია? ვერ გავიგეთ. თვითნებურად გაქვთ ხულოში დაკავებული ტერიტორია და ეს ფართობი რომელზეც თქვენ საუბრობთ? კი. დიდი მადლობა. ხელვაჩაურში. ტერიტორიაზე, ბატალიონის ტერიტორიაზეა საუბარი. დიდი მადლობა. პანორამას რატომ არ ჩართვალა კომისიამ საჭირო თქვათ რომ სხვა წყაროებთან ერთად მომხდარიყო ამ ადამიანების პირობების შესწავლა და უშუალოდ მათგან და კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობდა? ყველა ოჯახის პირობებია შესწავლილი, ვინმე ახლა ბოლომდე შესწავლაზე 2000 ოჯახი. აქცენტი ისინი აფიქსირებენ ძალიან ხშირად რომ მათთან არავინ არ ვიცი აფიქსირება მოსული იყო და ვინც მაგათი განცხადებების განხილვას დავიწყეთ უკვე და ეს სურათი 20 გუში მთელი ამის განმავლობაში მუშაობდით ამ თემებზე 97 ოჯახის მონაცემები დღესდღეობით და ჩემი კიდე მუშაობენ რა ვიცი პრობლემები გააჩნია. ერთადერთი ის არის რომ აი ჩვენ გვახსა ბატონ თამაზსა და გალბატონ ციელასთან მინდა თქვა რომ აი თვითნებურად შესახლებულები და ეს არის კანონდარღვევა და მე მგონი დამერწმუნებით ამაში მაგრამ არიან ძალიან ბევრი ოჯახები რომლებიც არიან სტიქიის შედეგად დაზარალებულები და ერთი ოჯახი არ ჩამოსულა და არ დაუკავებია იქ არ დაუგვევია კანონი. იაცის ქვეშ არის ეს ოჯახები, მაგრამ ეს ოჯახები არიან მოლოდინის რეჟიმში, რომ ველოდებიან მთავრობისგან დახმარებას. არ დაუკვირვი იმას სოციალური პრობლემები აქვს სერიოზულად. ჩვენს ეთერში მთავრობის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად საჭიროებენ ფართობებს, მოთმინებენ ბატონურამას თუ შეიძლება დავამატებ 25 ბატალიონის ტერიტორიაზე გუშინ ზუსტად საღამოს გვიან 11-ის ნახევარზე მე იქ შევხვდა მოქალაქე რომელმაც მაჩვენა მისი სახლი რამდგომად ის ფართი სადაც ის ცხოვრობს და მდგომარეობაში რომ იქ შეუძლებელია ცხოვრება ანუ სტიქიის შედეგად დაზარალებული მე კონკრეტულად გამოვშვით არ ვიცი თუ მუშაობ მე ხვალ დილით უნდა ავიდე ისევ ამ მოსახლეობას უნდა შევხვდე და ყველას ვეტყვი აი ამ ფაქტს რომ მოვიგეთ და სწორად ესე კომუნიკაციის პრობლემა ყოფილა ხო და ამ ადამიანებს ყველას გამოვუშვებ ამ განცხადებასთან. არა, რა კომუნიკაციის საუბარად რეალურად ჩვენთან. რადგან რამეს საუბრობდა ეს ჩვენს ეთერში მთავრობის თავმჯდომარემაც აღნიშნა რომ ადამიანები რომლებიც მართლა საჭიროებენ ესე ვთქვათ საცხოვრეს ისინი მოთმინებით ელოდებიან და ამათ ხარჯზე სხვა ესე ვთქვათ ხელს ითბობს. რეალურად არის თუ არა სოციალურად დაუცველი ადამიანები მართლა საჭიროებენ დახმარებას, მაგრამ უნდა გახდეს თუ არა ეს იმის მიზეზი რომ თვითნებურად დაიკავონ ფართობები. თუნდაც სახელმწიფო ქონება. ეხლა იცით რა საქმე თქვენ იცით რომ მეთვების განმავლობაში მუშაობ იპოთეკური და საბანკო დავალებების მქონე ოჯახების პრობლემით. წინასაარჩევნო ხელისუფლებამ დაპირდა ახალს რომ დაგეხმარებით და როდესაც ეხლა ჩვენ დავდექით იმ ფაქტის წინაშე რომ ხელისუფლებამ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს, ხელისუფლება ჩვენ უკვე სხვანაირად გველაპარაკება. გვეუბნება რომ ისინია მევახშეები, კერძო პირები, ეს კომერციული ბანკებია, ვერ ჩავერევით. აქ საუბარია სახელმწიფო ტერიტორიაზე. ანუ ესე იგი სახელმწიფოს შეუძლია რომ ეს პრობლემა როგორმე გადაწყვიტოს, ხო? ამიტომ აქ პატარა რაღაცაა გასაკეთებელი. ბატონმა არჩილ ხაბაძემ დაურეკოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოიწვიოს მასთან და უთხრას იცი რა მოდით ამდენი ხალხი ასე რო არ ვატყვალოთ არ ვატაროთ აქ ბევრს უჭირს ბევრი დღეს ფეხით ჩამოვიდა ხელვაჩაურიდან ხო შეიძლება რომ 1 აპრილს დაგეგმილი ეს გამოსახლება თუ დაჯარიმება თუ რაღაცა გადავდოთ დროებით და 1 აპრილამდე ვიცხოვროთ და შევისწავლოთ კომისია იქნება ეს ვინ მიიღებს მონაწილეობაში ეს სხვა საკითხია შევისწავლოთ და რეალურად ნახოთ რა უჭირს ეხლა ბატონ არჩილს თუ ეტყვი ეპარება რომ იქ უმეტესობა, ანუ გაჭირვებულზე უფრო მეტი დახინებულია, ერთხელ ხო შეიძლებოდა რომ თვითონ ასულიყო, ან მისი მოადგილე, ან აპარატის წარმომადგენელი, არავინ არ მინახია მთელი ეს დღების განმავლობაში. მე თავაზობ ბატონ არჩილს, ხვალ, ტელევიზიების თანდასწრებით. მეც მაინტერესებს. ავიდეთ, მე განაკი ვიცი რა სურათი. აი ბატონ თამარ. ავიდეთ და აი ეს რეგიონის ხელმძღვანელს წესდა. კვირის განმავლობაში ხო და ჩვენ თეორიის განმავლობაში ავდიოდით ვაკეთებთ. მე გეუბნებით ხალხის გადმონაცვლად რომ არავინ არ მოსულა. იყო კომისია ერთხელ აღწერა რაღაცა ნაწილი მოსახლეობის და შემდეგ თვითონ წავიდა. არ გამოჩნდა. ერთი თვის და ამბობ 700
არა ვდიოდა და ხო და ხო მოხდეთ თქვენ მართალი ხართ და სწორად წავიდეთ და ყველა მე ერთად ნახოთ ისი გული გეტკინება რა პირობებში ცხოვრობს ხალხი იქ უბრალოდ როგორ შეიძლება მთავრობამ ეს აიტანოს იქ რა პირობებში ცხოვრობს ბევრი ადამიანი იქ სოციალური მდგომარეობის გამოა ნისული რომელსაც თქვენ რას თავაზობთ ხელისუფლებას ვადნოს ერთ-ერთი ეკომიგრანტებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებამ თავის საარჩევნო პროგრამაში ჩაწერა რომ არც ერთი ადამიანი და ოჯახი ასე არ იქცევა აჭარაში ვინც დაზარავდება სხვა რეგიონებში მიუხედავთ ადგილზე სოციალურად დაუცველებს მიუხედავთ ადგილზე მრავალშვილიანებს მარტოხელებს და სხვადასხვა ესე იგი სოციალურად დაუცველ და სიხარების ქვემოთ მყოფ ადამიანებს ამათმა ყველამ ეხლა მოიგრიბა თავი ხალბაჩაურის აი ამ ტერიტორიებზე და სხვა ტერიტორიებზე სხვა ობიექტებზე მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ბატონო რამაზ არ გამოვრიცხავთ ჩვენ რომ ამათ ხარჯზე ვიღაცა იყოს ისეთი რომელსაც ყველაფერია დალხინებულია და ცდილობს რომ ესე იგი ამ ხალხის ხარჯზე დაუშვათ უმეტესია ბატონო რამაზ იმ უმცირესმა რა დააშალა იმათ მივხედოთ მაშინ და ერთად ნახო. არაფერი უბრალოდ პირველ აპრილს გადავდოთ გამოსწორება. საარჩევნო დაპირება ეკომიგრანტებთან დაკავშირებით ეს პროგრამაში უწერია. და რამდენად არის ერთადერთი გაპირებაზეც გეტყვით და ერთადერთი ახლა განსახლებაზეც ეს თემა აი ასე არ უნდა ითქვას რომ აი საქართველოს სხვა რეგიონში განსახლება არ უნდა იყოს. ეს არის ძალიან ნორმალური და კარგი თემა განსახლების პროგრამა, მაგრამ ძალდატანებით არ ხდება ხალხი ოჯახების განსახლება. ჩვენ გვაქვს სპეციალური განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა, რომელიც ხულოს რაიონის სოფელ პარტნიორისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ყიდულობს საცხოვრებელ სახლებს. თავისი აი ტრანსპორტირებასაც თვითონ ახდენს და აი საქონელსაც აპირებს შესყიდვას. და ცუდია ესა რომ აი ხულოს რაიონიდან ლაგოდეხის რაიონში რა ადამიანები არა ცუდი მაგრამ ბევრსაც რო ჩანიან იქ საცხოვრებელი პირობები და გაუსაძლის პირობებში უწევს. ჩვენ ბევრი დაგიკავშირებთ. ბევრი არის რიგი პრობლემები. ბევრი მათგანი ახმეტიდან წალკიდან სხვა რაიონებზე რატომ არის ამ შემთხვევაში საუბარი? ეკომიგრაცია ძალიან რთული და ისეთ თემა რომელიც ალბათ 2-3 გადაცემა არ ეყოფა თქვენი თუმცა როგორც ბატონ მარჩილმა თქვა და აცხადებენ რომ ეკომიგრანტები არის 2 თუ 3 ოჯახი თუმცა მინდა ერთი დაზუსტება გავაკეთოთ დღესდღეობით საქართველოში არსებული კანონმდებლობა გვეუბნება იმას რომ ეკომიგრანტად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი ან ეკომიგრანტად არის დაზარალებულად და ენიჭება კატეგორია პირველი მეორე მესამე ან მეოთხე კატეგორია რომელსაც სახლი უკვე დაზიანებული აქვს შესაბამისად როცა უკვე დამდგარია შედეგი თუმცა აჭარის მაღალმთიანეთის უმრავლეს სოფლებში ოჯახები არიან რისკის ქვეშ. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ რისკს ვერ ვაფასებთ და შესაბამისად ეკომიგრანტებსაც ვერ ვუძახით ამ ადამიანებს. როდესაც გეოლოგები ადიან აი რომის დამერწმუნება, ეუბნებიან რომ ვერაფერს ვერ მოგცემ დასკვნას, იმიტომ რომ არ არის დამდგარი შედეგი, სახლი არ არის დაზიანებული. ამ თემაზე მუშაობ ჩვენ ერთობლივად საქართველოს პარლამენტიც ახლა ამ საკითხზე, თუმცა ესე ხელაღებით იმის თქვა რომ ეკომიგრანტები არ არიან და სტიკია ამათ არ აწუხებთ, ჩემი აზრით არ შეიძლება. რა თქმა უნდა, დანგრეულების, იმიტომ რომ არის გაცილებით რთულია იმ ადამიანებისთვის ცხოვრება, რომელსაც სახლი არ აქვს დანგრეული, თუმცა ნებისმიერ პერიოდში ელოდება, თქვათ, მოლოდინში აჭარის აღმართიდან იყო ერთი ოჯახი, ახლა მახსენდება, რომელსაც 7 შვილი ყავდა და რეალურად ქვათაცვენის გამო ბავშვებს ეზოში ვერ უშვებდი იმის გულისთვის, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოვარდნილიყო ქვა, თუმცა სახლი არის იდეალურ მდგომარეობაში, არაფერი არ ჭირს, თუმცა იმ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მიიქციოს ყურადღება იმით, რომ შვილებთან ერთად მოთხოვოს მთავრობას ყურადღების მიქცევა და ზოგადად ეკომიგრანტებთან დაკავშირებით. ზუსტად ამას გულისხმობთ, რომ ამ პრობლემების იდენტიფიცირება აუცილებელი. საკანონმდებლო ხარვეზია, რომელიც აჭარის მთავრობას ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებად ეხება ვიდრე საქართველოს და ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული. თუმცა ხელაღებით იმის თქმა, რომ თქვენ არ ხართ ეკომიგრანტი და ვერ დაგეხმარებით და როგორც ანუ ამ საკითხზე რომ ეს პრობლემა არის, კიდევ ერთხელ შეიძლება თქვას აჭარის მთავრობამ სწორად ამას გულისხმობს ამ მიზეზების იდენტიფიცირებაში და ამ ადამიანების ზუსტ ინფორმაციის მიღებაში, რომ არის ეს პრობლემა აჭარაში და ამას სჭირდება გადაწყვეტა, ფიქრი და არა იმის თქმა, რომ ეხლა 1 აპრილამდე უნდა დატოვოთ, წახვიდეთ. ამ ადამიანებმა იციან, რომ უკანონოდ არიან, თუმცა მათი მთავარი ყოფნის მიზეზი არის ის, რომ მათი პრობლემები კიდევ ერთხელ დაანახონ ხელისუფლებას. დიდი მადლობა და ძალიან ეთერში გისმენთ დასვით შეკითხვა. მოგესალმებით, სალამი მშვიდობისა. მე ხულოს რაიონიდან გირეკავ და მაინტერესებს რამდენადაა შესწავლილი ამ ოჯახების გაჭირვება, როცა 30-დან 40 ოჯახზე ვარაუდობს, 30 და 40 ოჯახი რო არ გამომიკვლევია, აი მე ვიცი მასეთი უსახკარო. არასოდეს მდგომებია სახელმწიფოს წინააღმდეგ რამის გაკეთება, ვიცი რომ უკანონო და ვარ შეჭრილი.
სოციალურად დაუცველი კი არა, დაუცველი ვარ. არა მაქვს სახლი, არ მაქვს კარგი. ოჯახებზე და ჩვენი ოჯახებზე ქალბატონი. კომლად ვერ გამოვეყოფი, იმიტომ იმისათვის რომ 2007-2008 წლებიდან კომლად გამოყოფის სიგნა კი გავქნდა. არც ვაუჩერი მერგება. არც არავითარი დახმარება ჩემზე არ ვრცელდება. არც სახლი მაქვს და მიწაც რომ მომცეს სახელმწიფომ, ის რომ ავაშენო, არც იმის სახსრები არ მაქვს მე. როგორ გადაწყდება ჩემი პრობლემა? დიდი მადლობა. რა თქმა გამოსავალს. აქ არის ოჯახი, ახლა ვიცი რომ ორი ძმა ერთად ცხოვრობენ და ფაქტიურად არის მრავალსულიანი ოჯახი და აიწყობს გამოყოფას ცალკე. ეს არის პრობლემა და სახელმწიფო ახლა იმფუღნება ის დღეს არ იმყოფება რომ ორი ძმა ეს სახლში ცხოვრობს და ერთმა საცხოვრებელი სახლი აუშენოს და მიწის ნაკვეთი მიწის. აქ უფრო მეტად არის სოციალური სფერო. მე ბატონმა თამაზმა თქვა რომ არ ფიქრობ რომ დღესდღეობით იმაზეა საუბარი და იმის ფიქრია მთავრობის თავზე ვარ მე გეტყვით რომ სოციალური ფონი დახვდა ძალიან ცუდი. და ამ თემაზე მუშაობ და უახლოეს პერიოდში თქვენ თვითონ მოისმენთ ისი გაკეთება და რა გაკეთება შეუძლია აჭარის მთავრობას და საქართველოს ხელისუფლებას და ის არ თქვათ რომ ყურადღების მიღება არა ერთადერთი საფრთხე და ძალიან იმ ფიქრთაგან რაც მაქსიმუმი რა არის მთავრობას ისი გაკეთება შეუძლია ამ ეტაპზე აი თვითონ მთავრობის თავმჯდომარე უახლოეს პერიოდში გავგიცხადე ფაქტավորობას და რაც შეეხება 1 აპრილს და ეს არ ეხება 53 ადამიანს გამომიდარღვია და იმ ხალხს ეხება ვინც არის სოციალურად დაუცველი და ვისაც ნამდვილად ეს საჭიროება და იქაც არიან ისეთი ოჯახები ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ვისაც სამომავლოდ ეტაპობრივად ეს არ არის საუბარიო დღეს ხვალ ამ წელში გადაწყვეტა შერჩევით მოხდა მათ გამოსახლება ბატონო მას გამოსახლება ეს ისეთი თემაა როგორ გამოსახლება 1 აპრილიდან უნდა დავიწყოთ დაიწყება ეს პროცესი წელიწადები მისულია მაგრამ ჩვენ თვითონ მივვალთ დღეს ასე შევთანხმდით ჩვენ თითოეულ ოჯახს ავუხდით ვის რა გააჩნია აი ოჯახთან ერთად გავივლით ყველაფერს და ის ოჯახების დაინახავენ ვინც არის სოციალური თუ ვინ ოჯახი დგას მას წინაშე იყო ფაქტები რომ თავისითაც დაიწყენ დაშლები და აღები ალბათ სიდის მასში აწუხა ბევრი ოჯახი არის ესეთი ფაქტები აი გვერდით სახლებიდან მოსული ოჯახებია ჩაღმული გუშინ ტელევიზიით გაშვიდა რომ იყო ფაქტები ხალხში იყო გვარად რომელიც ადრე ყოფილა ნაციონალური მოძრაობის დროს გამგებელი ერთ-ერთი საკრებულოს და ცდილობდა ზუსტად მაგას გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ვიღაცას უნდა ხელი მოითხოვს და ზუსტად ეს არის ხიხაძირიდანაა წარმოქმნილი არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი მე ტელევიზიით ეთერში გისმენ დასვით შეკითხვა მოგესალმებით მე ემიგრანტებთან მინდა დაკავშირებით მოგახსენოთ 3000 მოსახლე მაქვს ჩასახლებული, მაგრამ ისეთებიც არიან მაქვს მოსული სახლის აქტ, მიწას აქტ, მანქანას და დანარჩენებს უშლიან ხელს. ეზო სოფელნა დააიაროთ და ნახოთ რამდენს სპეციალურად ჩამოსულია და ჩასახლებულია რომელსაც სახლის აქტ, კარის აქტ და კიდევ მიწას აქტ და დანარჩენები წვალობენ ვისაც არ აქვს იმათაც ხელს უშლიან. კი ბატონო. მართალია. მადლობთ. ამიტომაც მე ბატონო ლამაზის განცხადებას მინდა მივესალმო რომ 1 აპრილიდან დაიწყება ის ნორმალური პროცესი რომ კომისია წავა ხო ბატონო რამას თუ ნორმალური არა გამოსახლების პროცესი დაიწყება და იმ ოჯახები იმას რაღაც სახელმწიფო კაცებს პასუხს და ყველაში ფაქტიურად ბატონო თავს მაქედან ყველა შევთანხმდით რომ მაგ ცხოვრება შეუძლებელია და ყველა ოჯახმა უნდა დატოვოს ეს რაც ქვია ეს თვითნებურად შესახლების ადგილი რა ის ადგილი სადაც ეს ცხოვრობს თუმცა შესწავლის პროცესი და გამოსახლების პროცესი დაიწყება ამ მეთოდით ეტაპობრივად მე მივესალმები ბატონო 1 აპრილიდან დაიწყება ახლა ეს ხალხის მოთხოვნაც ეს იყო აქციები შესწავლა რა ვქრი ვეთქვით იმ ოჯახს შენ გაგაჩნია ეს კი ბატონო საცხოვრებელი სახლი გაგაჩნია მიწის ნაკვეთი დღეს ერთი განცხადებას წავიკითხე, ისეთი დამძიმებული იყო, გული შემიწუხდა. მე გადამოვახტი და გადამოწვევა, რომ მაინც ახლა რაღაც არის განცხადები, რომელიც წაიკითხავ და აი ყველა განცხადება ნამდვილად გულთან მაქვს, მაგრამ რაღაც ისეთი ემიტებზე. აი როგორ ვქვა არ ვიცი, მაგრამ გვარიც მახსოვს, მაგრამ არ მინდა რომ გვარებით ვილაპარაკო. იგი მეუღლის აქ 200, გაფორმებული მიწის ნაკვეთი. ანუ რეალობას არ შეესაბამება. რეალობას არ შეესაბამება. იმდენად შესასწავლად არის აი იმიტომ ვთხოვეთ რომ აი წმუნებულებთან და ახლა არ ამგონია რომ წმუნებულმა აი ის დამიწეროს რომ აი დანგრეული კონდეს საცხოვრებელი სახლი და
აი დამეწეროს რომ აქვს კარგი საცხოვრებელი საფრთხე რა. დაყნობით მოძიებული ინფორმაცია არა. აი ზემო აჭარაში საჯარო რეჟიმში ძალიან თუ არსებობს მაგის მიხედვითაც ძირითადად თქვენ ადგილზე ესე ვთქვათ განსახლებას. რატომ არის ეს მოთხოვნა და რატომ ამბობენ ისინი უარს სხვა რეგიონებში საზოგადოებას თქვენ საუბრობთ ეკომიგრანტებთან დაკავშირებით. თავარი პრობლემა განსახლებისა ბატონო რამაზი დამეთანხმება არის რომ როდესაც აჭარის მთავრობა სხვა რეგიონებიდან ხდებოდა ეკომიგრანტების განსახლება ადგილზე ხდებოდა ძალიან საშინელი მდგომარეობა. ჩვენ მე მგონი წინა გადაცემებზე ფილმიც ვნახეთ აი გამსახველი მდგომარეობის. რეალურად ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები არ ხდებოდათ ადამიანებს, სასმელი, სარწყავი წყალი, ერთადერთი გამოსავალი ვთქვათ ამ ხელაგზაზე მიყავთ ადამიანები, მიწის დამუშავების საშუალება არ აქვთ, იმიტომ რომ სარწყავი წყალი არა. შესაბამისად ეს იწვევს უნდობლობას იმ ახალ ეკომიგრანტებში, რომლებიც უნდა წავიდნენ. იქ თუ დახვდება შესაბამისი საადაპტაციო პროგრამები, დახვდება ისეთი მდგომარეობა, სადაც ის შეძლებს განვითარებას, მუშაობას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აჭარელი გლეხი საკმაოდ შრომა უყარს შეუძლია ვთქვათ უფრო მოსავლიან მიწაზე გაცილებით მეტი მოსავალი მოიყვანოს. ამის წინააღმდეგი არავინ არ წავა უბრალოდ მათ სჭირდებათ ელემენტარული იქ პირობები იმისათვის, რათა მოახდინონ ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში 2010 წლიდან რეალურად განსახლებაზე არ ჩადებულა არანაირი თანხა, მაგრამ მით უმეტეს იქ ადაპტაციაზე არ ყოფილა არანაირი თანხები. არის სოფლები, რომელიც რეალურად როდესაც დავდიოდით რაღაც ამერიკულ დანგრეულ ფილმებში რო გვაქვს ნახეთ დანგრეული ქალაქება, იმ მსგავსი კადრები წარმოგვიდგებოდა ხოლმე თვალწინ. იქ ცხოვრება უბრალოდ ჩვენი აზრით არის წარმოუდგენელი და შესაბამისად ადამიანს თავაზობ განსახლებას სხვა რეგიონში მისთვის ძალიან რთულია ადგილის დატოვება და ესე შემდეგ პარალელურად უშვებს ერთ ადგილას, სადაც რეალურად ვერ შეძლებს ცხოვრებას. ამით არის გამოწვეული ვარი. თუ მოხდება რაღაც ადაპტაციო პროგრამები, ეს გლობალური მიდგომა ამ საკითხის მიმართ, ამ საკითხის გადაწყვეტა, შემდგომ ალბათ განახსება ზოგადად ეს პროცესი. საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებამდე არის შესაძლებელი რომ საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებამდე არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ დევნოთა და განსახლებას წლევანდელ ბიუჯეტში მხოლოდ 300,000 ლარი აქვს განსახლებისთვის და ჩვენ გვექნება უახლოეს პერიოდში შეხვედრა პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ თუმცა შეტანაც და განსახლება არა თუმცა ეს დროის საკითხია რომც დარეგულირდეს საკანონმდებლო ინიციატივით და თუ რომ შეიქმნას კანონი ეს მაინც დროში გაწერილი პროცესია და ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ თემაზე პარალელურ რეჟიმში აჭარის მთავრობამ არ იფიქროს თუნდაც თქვათ ელემენტარული დახმარებით სოციალური დახმარებით თუ ესე შემდეგ მარტო დრო არის გამსაზღვრელი ფაქტორი აქვს თუ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული? არა, ფინანსებთანაც არის დაკავშირებული და ვითანხმები რომ 300,000 ლარზე მეტი არ არის გამოყოფილი, აი ეს ეხება ჩასახლებას, მაგრამ თანამშრომლობა მიწის შვეიცარიული განვითარების აგენტствоთან, რომლებიც უშუალოდ ეკომიგრანტთა საკითხებთან დაკავშირებით მუშაობს, ჩვენ გვექნება საქართველოს პარლამენტის წინაშე დასმულია საკითხი, უშუალოდ ცვლილებების პერიოდში რომ შევიდეს ცვლილებები და ეკომიგრანტების ჩასახლებაზე ცვლილებები შევიდეს და მოხდეს თანხების მომატება. თუმცა სტატუსის განსაზღვრით შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა აღნიშნულ პროცესში, როგორც დევნილებთან მიმართებაში იყო ძალიან დიდი საერთაშორისო დახმარება, შესაძლებელი იქნება ანალოგიურიც. პარალელურ რეჟიმში ალბათ შესაძლებელი იქნება იმ ძველი ტალღის ეკომიგრანტებისთვის იმ სახლების და მიწების დაკანონება, რომელიც დღემდე დაუკანონებელი აქვს და დღემდე პრობლემებია. ანუ მთავარია ეს პროცესი დაიწყოს, თუმცა ცოტა ეს სხვა თემაა და მე მგონი დიდ მადლობა ბატონ თამაზ. ამ ადამიანებმა მიიღეს ცნობა, რომ 31 მარტამდე და დატოვონ საცხოვრებელი ტერიტორიები, სადაც ახლა ისინი ასე ვთქვათ სახლობენ, რა სტატუსიც არ უნდა მიენიჭოთ მათ. რა პასუხისმგებლობა აქვს ამ შემთხვევაში მეც ხელისუფლებას? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ თავარი არ არის იმაზე საუბარი, რომ ფაქტი აქვს თუ არა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ უმეტესობა იქ მივიდა იმისათვის, რომ ისინი არიან სოციალურად დაუცველები და ციგარების ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები. ძალიან მე მაგალითად ერთ მაგალითს გეტყვით. არის პუტკარაძის ოჯახი მე იქ ნახე, რომელმაც ყველაფერი გაყიდა, ყველაფერი ქონდა. გაყიდა სახლი, კარი, მანქანა ბიზნესიც იმის გამო რომ შვილი ერთადერთი ყოფილა რაღაც ისეთი დაავადება საქართველოში მსგავსი ავადმყოფობით რომ მისი სიცოცხლე შეენარჩუნებინა და დღეს იქ ცხოვრობს აი იმ ბატალიონის ტერიტორია მე შემიძლია ვაჩვენო თუ წამოვა კომისია და მითხრა შეიძლება ჯანდაცვის პროგრამები და ახლა არა ჯანდაცვაში იყო არანაირი ერთი
ტაბლეტი ჭირდება თვეში, რომელიც ძალიან ძვირიღის და გერბარინდან სპეციალურად უნდა გამოაგზავნონ და ფაქტობრივად ნახე რა პირობებში ცხოვრობს. ესეთი ბევრია ბატონო რამას იქ და მე მივესალმები და ბედნიერი ვარ. დღეს სხვანაირი განცხადება მოვისმინე, თუმცა აქციების პირველ დღეს სხვანაირი განცხადება აჭარის მთავრობიდან, რომ ეს მოხდება მისვლა იქ ადგილზე და ყველასთვის ახსნა, რომ შენ გაქვს პარტი, შენ გაქვს სახლი და შენ გაქვს ქონება. შენ არ ხალხის სირო სხვადასხვანაირი განცხადებები აქვს შენ მაგ პოზიციაზე პირველი განცხადება იყო რომ შეუძლებელია და იქ ერთი ოჯახი გადაჭრება ის ხალხი ხვდება ამას მაგრამ იქ შევიდნენ იმიტომ რომ ხელისუფლება ყურადღება მოგვაქციოს და ეს ხალხი მივიდა ხელისუფლებას და იქ იმისათვის რომ ყურადღება მიექციათ და გამოვიდა ხელისუფლების წარმომადგენელი და ამბობს რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არაფერი მხოლოდ ორია იქ დაზარალებული პირველში და გავიდნენ ეხლა ბატონი რამაზი სწორად ამბობს რომ ჩვენ უნდა მივიდეთ ერთად პირველიდან და უთხრათ იცით რა თქვენ გაქვთ ქონება სახლი კარი გადაიქით გარეთ თქვენ გიჭირთ მოდი ვნახოთ განვიხილოთ როგორ გადავწყვეტოთ თქვენი სწორად ვამოხმობ ბატონო ეს სწორი მიდგომა არ იყო ბატონო რამას თავიდან და სწორი მიდგომა და ბედნიერი ვარ რომ ამ აქციებს მოყვა შედეგი და ხელისუფლება გაიგონა ხალხის სახით ანუ ეს აქციების შედეგია ბატონო რამას ეს არის აქციების შედეგი მაგას ხელისუფლება არასდროს არ ტოვებდა ყურადღებოთ და სტატუს იმ ოჯახებს ვისაც საჭიროება დახმარება, მაგრამ ამას ამ პრობლემას ერთ წელიწადში და 2 წელიწადში ვერ მოაგვარება, მას სჭირდება ეტაპობრივი დაგეგმარება თუ რამდენად შეძლებთ, თუმცა ის აქციები და კონტროლზე ასაყვანი რომ იქნება და ისთემა რომ დადგება რომ ეს ოჯახები რიგითობა არ უნდა დაერგვეს ამ ოჯახებს, მაგრამ იმ ოჯახებზე მაქვს პირველ რიგში საუბარი მე რომ ვინც კანონი არ დაარღვია, არის ძალიან ბევრი ოჯახი, რომლებსაც ჩემთან დადიან, რომლებიც აპირებდნენ იქ შესვლას, მე მივედი ერთ-ერთ ობიექტზე ცელობა ქონდეთ რომ შესულიყვნენ ეს ოჯახები მივედი უთხარი აუხსენი რომ არ შეიძლება კანონის დარღვევა იმ ოჯახებმა წამოვიდნენ, დამთავრდნენ და კონტროლზე ყავს ის ოჯახები ჩვენ აყვანილი შესაძლებლობის ფაქტებში ყველამ უნდა გადაინაწილოს ეს პრობლემა, როგორც ქალაქ ბათუმის მერია, სოციალური პრობლემების მოგვარება ეს არის ქალაქ ბათუმის მერის კომპეტენცია და ამაში მე მგონი დამეთანხმებით ყველანი და ყველა მუნიციპალიტეტებმა სადაც შეიძლება ამ ოჯახების პრობლემების მოგვარება. დიდი მადლობა. ცელა, რა არის რეკომენდაცია ამ ეტაპზე რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მოკლე დროში გათვლილი? რა შეიძლება რომ იყოს ბატონო რამაზე საუბრობს რომ ამას ერთი წელი არ ეყოფა. რა შეიძლება რომ გაცილებით შემჭედრებულ ვადებში მოეწყოს? იმიტომ გჭირდება ამ ადამიანების ზუსტი რაოდენობა და გამოწვევი მიზეზები, რომ აჭარის მთავრობა მიფიქროს მოკლევადიან და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე. ეს მოგცემს საშუალებას ზოგადად შევაფასოთ ამ ადამიანების სიდუხჭირის მიხედვით პირველად დასახმარებელი ოჯახები და ეს დახმარებები უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ იმ ოჯახებზე, ვინც შეიჭრნენ, არამედ იმათზე, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და აჭარის რეგიონში ცხოვრობს და კანონი არ დაურღვევია თქვენს ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით პოზიცია. შემდგომ უკვე აჭარის მთავრობამ პარალელ რეჟიმში უნდა დაიწყოს მუშაობა შიდა მიგრაციულ მართვის გეგმასთან დაკავშირებით. აჭარის მაღალმთიანეთი გამოირჩევა მოსახლეობის სიჭარბით და გამოირჩევა მცირემიწიანობით. დანარჩენი საქართველოს მთა პირიქით გამოირჩევა იცლება და შესაბამისად ქვეყანაში არის ძალიან ბევრი დემოგრაფიული პრობლემა. ჩვენ აჭარის რეგიონის მცირემიწიანობა და ჭარბი მოსახლეობა არ უნდა ვაქციოთ პრობლემად და პირიქით უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს დემოგრაფიულ პრობლემებს, ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემის გადაწყვეტაში და ზოგადად იმაში განსაზღვროთ დაახლოებით წელიწადში რამდენ ადამიანს ჭირდება განსახლება. შემდგომ განსაზღვროთ ბათუმის შეძლებს თუ არა ამ განსახლების ატანას თუ სხვა რეგიონებში შეიძლება გაკეთდეს უბრალოდ ამას ჭირდება დაჯდომა იმ ინფორმაციის გაანალიზება რაც უნდა მივიღოთ რეალურად და შესაბამისად ეს ერთჯერადი აქცია თუნდაც დაკანონება თუნდაც განსახლება ერთჯერადი დახმარებები ვფიქრობ ამ ეტაპზე გასაგებია უნდა გაკეთდეს თუმცა ამას ჭირდება დაფიქრება და სწორი ანალიზი იმისათვის რათა შემდგომ მომავალ წლებში არ მოხდეს იგივე ანალოგიური ფაქტები იმიტომ რომ გვახსოვს ადრე წახალისება შეიძლება გახდეს არა რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზაცია აბსოლუტურად წინააღმდეგია იმისა რომ მოხდეს ამ ფაქტების დაკანონება გამომდინარე იქიდან რომ იქ არ არის ელემენტარული საცხოვრებელი და ელემენტარული საარსებო პირობები იმიტომ რომ ჩემი თვალით გვაქვს ნანახი პატარა ბავშვები და ორსული ქალები როგორ ცხოვრობენ და არ ვიცი მე არ მჯერა
მაგალითად, რომ ის ადამიანები, ბავშვები, ქალები, ორსულები, მხოლოდ იმიტომ არიან, რომ გამორჩენა ჭირდებათ. მე მჯერა, რომ ისინი საჭიროებენ ყურადღების მიცემას და ესე შემდეგ და შესაბამისად იქ ცხოვრება შეუძლებელია. შუქი არ აქვს, წყალი არ აქვს, საკანალიზაციო სისტემა არ აქვს. შესაბამისად თვითონაც ძალიან კარგად იციან. ამ ეტაპზე ისიც მესმის ხელისუფლების, რომ ძალიან რთული იქნება, ვთქვათ, ბევრი ოჯახისთვის დახმარება, თუმცა ეს პროცესი უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ მაგალითად სკოლის უკან ხელვაჩაურში არის ტერიტორია, რომელიც 2012 წელს დაკანონდა მიწების ნაწილი და ნაწილში უკვე ახალი შესახლებები განხორციელდება. მოსახლეობა თვლის, რომ ამ ნაწილიდან დანარჩენი მოსახლეობის გამოყვანა მხოლოდ იმისთვის, რომ ფართი გადარჩეს ცარიელი იქნება ძალიან აბსურდული, იმიტომ რომ დანარჩენ ნაწილს საინვესტიციოდ ვერ გამოიყენებს საჭირო თვარება, იმიტომ რომ დარჩენილში ძველი ბარაკებია, ძველი დაკანონებული. შესაბამისად შეიძლება ეკონომიკის სამინისტრომ მოქცეს ჩამონათვალი იმ ობიექტების ამ 12 შესახლებიდან, რომელიც ჭირდებათ პირველადი საინვესტიციო საჭიროებისთვის, რომელიც ნაკლებად და სად შეიძლება საომავლოდ დაიწყოს სხვადასხვა ტიპის მშენებლობები, სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა სახლები, სოციალური სახლი, დღეს ბატონი დავითი ამბობდა ბალაძე, რომ სოციალური სახლის მშენებლობა შეიძლება, თუმცა არა ვთქვათ გადაცემა საკუთრებაში. კი ბატონო, იყოს ერთჯერადი მოხმარებისთვის გადაცემა და ისე შემდეგ. თუმცა ამაზე ფიქრი უნდა დაიწყოს ერთჯერადად მხოლოდ ის, რომ თქვა, რომ თქვენ ეს გეკუთვნით, თქვენ ეს და თქვენ წახვიდეთ, ფიქრობთ, რომ არ იქნება ზოგადად გადაცემა. მაინც კონკრეტული პასუხი რომ უთხრათ. რა იქნება 1 აპრილს ისინი რას დაელოდონ? 1 აპრილიდან დაიწყება გამოსახლების პროცესი და კონკრეტულად იმ ოჯახებთან მისვლა, ვისაც გაეჩინა საცხოვრებელი სახლები და დატოვონ უნდა ეს ტერიტორია. ხოლო დანარჩენ ოჯახებს აეხსნებათ, ვინ სოციალური და უსახკაროები არიან, თქვენ შესახებ თუ ქალაქ ბათუმში მაცხოვრებელია, იმართეთ ქალაქ ბათუმის მერიასთან უშუალოდ იქნებით აყვანილი კონტროლზე, თუ რაიონებიდან არიან, რაიონების მიხედვით შესაბამისად იმართავენ რაიონებს. ჩვენ ფორმები გადავუგზავნეთ რაიონებს. ერთადერთი იმასაც გეტყვით, რომ თვითონ ქობულეთი და ხელვაჩაური აგერ ბატონი თამაზის და ბატონი ცელასთან მეთანხმება, იმდენად მცირემიწიანი და იმდენად ქობულეთში და ხელვაჩაურშია სახლები დანგრეული, რომ ადგილმონაცვლეობა რო გაუკეთოთ მარტო იმ ოჯახებს, თვითონ ხელვაჩაურის და ქობულეთის მაცხოვრებელს არ ეყოფა ეს მიწის ნაკვეთები. ამაში მე მგონი ყველა დამეთანხმებით შეიძლება უნდა ამოვწუროთ. მე ვფიქრობ, რომ პარალელურ რეჟიმში როცა მოხდება ინდივიდუალურად ამ ადამიანებთან მისვლა და კითხვა რა აქვს და შესაბამისად დოკუმენტების შემოწმება, აჭარის მთავრობა უნდა დაიწყოს მუშაობა, აი იმ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ადამიანებისთვის, რომელიც გავრცელდება არა მხოლოდ ამ შეჭრილებზე, არამედ ზოგადად მთელ ადამიანებს, თუმცა ისარგებლებენ ეს ადამიანებიც ამ პრივილეგიებით და პროგრამებით. ამის გარეშე ჩვენ ფიქრობთ, რომ ყოველგვარი ქმედება, გამოსახლებაც, დაკანონებაც იქნება არაადეკვატური და აუცილებელია ამაზე დაიწყოს მუშაობა აჭარის მთავრობამ. და მოკლედ ბატონ თამაზად მე მინდა რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდოს გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა, სოციალურად დაუცველებს და ამ სტატუს დაგარგულებს. ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაცია შეწყდა რატომღაც. აი ახლა მე მოგეკეთებთ ფაქტს. 4-5 დღეა ჩვენ მთავრობის სახლის წინ დავდივართ. აი ამოდენა მრავალი ასეული ადამიანი და არავინ გამოსულა ფანჯრებიდან და ესე იყურებიან და არავინ არ გამოსულა ხალხთან იმის საკითხავად, ხალხო რატომ მოდით? რა გაწუხებთ? რა გინდათ? არავინ წარმოიდგენიათ, შენ იქ მიდიხარ და გაქცევენ ყურადღებას და ეხლა მე ვირწმუნო რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილებზე, იგივე მუნიციპალიტეტებში ხალხთან მიდიან. დიდი მადლობა და დაველოდოთ მაშინ 1 აპრილს, როგორც განაცხადა ბატონ მარამაზმა, სწორედ დაიწყება 1 აპრილიდან ამ ადამიანების მისვლა და გავრცელება. მე მაინც მაყოფილი ვარ, რომ 1 აპრილიდან დაიწყება შერჩევით, ანუ ვისაც აქვს ფაქტი, ის დატოვებს ტერიტორიას, ვისაც აქვს იმას მთავრობა ეზრუნებს. დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ გადაცემის ეს ნაწილი, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალის ხელმძღვანელი მაია ქათამიძე და უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იყვნენ ჩვენ გადაცემის სტუმრები. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგვალდეთ. პირდაპირ ეთერში ბრუნდებით გადაცემის მეორე ნაწილით 31 მარტი ახლოვდება თარიღი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა. საერთო სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩაატარა. რეფერენდუმზე დასმულ ერთადერთ კითხვას თანახმა ხარც თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად საქართველოს
3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გასცა პასუხი. კენჭისყრაში მონაწილეობა ამ მრჩეველთა 90%-მა მიიღო და მათგან დამოუკიდებლობას ხმა 98%-მა მისცა. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ჩათვლით. რეფერენდუმიდან რამდენიმე თვეში დედაქალაქში ეროვნულ მთავრობას ეგრეთ წოდებული ტრიუმვირატი კიტოვანი, იოსელიანი და სიგუა დაუპირისპირდნენ, რაც 1992 წლის 6 იანვარს ქვეყნის პირველი პრეზიდენტისა და არჩეული ხელისუფლების ქვეყნიდან გაძევებით დასრულდა. ისტორიკოსები დღემდე ვერ თანხმდებიან ამ ფაქტის შეფასებისას, იყო ეს სამხედრო გადატრიალება თუ დემოკრატიული სახალხო რევოლუცია. რა გზით წავიდა საქართველო 1991 წლის შემდეგ, გადაცემის ამ ნაწილში აჯარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ბლოკ მურგვალი მაგი და დემოკრატიული საქართველოს წევრი და სოციოლოგი ნუგზარ ჩხაიძე ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ. დავწყოთ სულ თავიდან. პირველი პრეზიდენტის თანამოაზრები მაშინ განვითარებულ მოვლენებს სამხედრო გადატრიალებად აფასებენ დღემდე, ხოლო ჯადგამსახურდიას ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებმა დემოკრატიული სახალხო რევოლუცია უწოდეს ამას. შემდეგ უკვე გამსახურდიას დიქტატურა და ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც დაამხო უკვე ეს რეჟიმი, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა უფრო შვალედური შეფასება და ეს იყო რევოლუცია. ეს შეფასება უკვე ეკუთვნის შევარდნად სიდროინდელ პერიოდს. თქვენ რას უწოდებთ 1991 წლის მოვლენებს? ვიდრე ვისაუბრებდით ამაზე, მინდა მივულოცოთ ქართულ ხალხს 31 მარტი. ამ დღეს საქართველოს მოიპოვა რეალური დამოუკიდებლობა. რეფერენდუმი, როგორც თქვენ ახსენეთ, ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე და აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და მას საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა მოსახლეობის აბსოლუტურმა უმეტესობამ. ეს დღე იმითაც არის ღირსშესანიშნავი, რომ ამ დღეს დაიბადა ჩვენი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ეროვნული გმირი. რაც შეეხება აი ამ შეფასებებს, მინდა ვთქვა ის, არც ერთი შეფასება სწორი არ არის. საქმე იმაშია, რომ გადატრიალების მომწყობებს უნდათ რაღაცნაირად იურიდიულად გაამართლონ თავიანთი საქციელი. საქმე შემდეგშია, რომ ეს არ იყო ყველაზე დიდი აი უკეთესი კვალიფიკაცია არის ის, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. ეს არ ყოფილა არც რევოლუცია, ეს არც ყოფილა აჯანყება, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. საქმე იმაშია, რომ 1917 წელს, როდესაც რუსეთში მოხდა ანალოგიური, რა მიმათაც ესე იგი სახელმწიფო გადატრიალებას დაარქვეს რევოლუცია, ამათაც გამოიყენეს ეს ბოლშევიკური ტერმინოლოგია, რითაც უნდათ დაეფარა თავიანთი დანაშაული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ქმედების შედეგად ჩვენ მივიღეთ გაპარტახებული ქვეყანა და რაც დღესა გვაქვს სიტუაცია, ეს არის არა 9 წლის წინანდელი მოვლენების შედეგები, არამედ ეს დაიწყო 91 წლის 22 დეკემბერს, 22 წლის წინ და დღეს ჩვენ ვიმკით შედეგებს, რაც მოყვა ამ ბანდიტების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი გადატრიალების იჯდა მოსკოვში. ეს დაიგეგმა რუსეთში, მონაწილეობდა დასაკვირველია ედვარდ შევარდნაძე, საქართველოს მოღალატეები, რომლებიც მერე მოირგეს დეპუტატის მანტია და აი იქიდან გმოძრავენ. დღესაც როგორც ოპოზიციაში, ასევე პოზიციაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში და ლომის წილი მიუძღვის დღევანდელ ქვეყნის უბედურებაში. ბატონო ნუგზარ, ამ პერიოდში აჭარაში როგორ ვითარდებოდა მოვლენები, თქვენ იყავით უზენაეს საბჭოს, ასე ვთქვათ, პირველი მოწვევის დეპუტატი. ამ პერიოდში აჭარაში დასაწყისში მოვლენები ვითარდებოდა ისევე როგორც მთელ საქართველოში, ანუ ყველმა მაგიდამ ასე თუ ისე მოახერხა საკმაოდ დიდი ხმების მიღება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა არ გვიღა, სულ 33 დეპუტატი ყავდა მრგვალ მაგიდას. მაგრამ შემდეგ თანდათან იმის გამო, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები და მე მგონი თვითონ ასლან აბაშიძე დაუკავშირდა ედვარდ შევარდნაძეს, საქმის ვითარება მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო შეთანხმება რუსეთთან, მათთან გარეგებები. თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც დაიბეჭდა გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში ცნობა, რომ ასლან აბაშიძე არის რუსეთის არმიის გენერალი, ამის მეტი რა ვთქვა. შემდეგ, როდესაც მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, ასლან აბაშიძემ გააუქმა საერთოდ უზენაეს საბჭო, ანუ შეაჩერა მისი ფუნქციონირება და დატოვა მხოლოდ პრეზიდიუმი. ანუ მთელი ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში მას და ის რომ ის უპირისპირდებოდა შევარდნაძეს არის ბლეფი. გარიგება იყო მათ შორის, რომელიც აჩვენა მოვლენების შემდგომა გაიმთავრება. ძალიან კარგად თანამშრომლებდნენ ერთმანეთთან. რომ იტყვიან ინტელიგენციის გაცვლა მიდიოდა, აი წითელი ინტელიგენცია, რომელსაც გადატრიალებაში დიდი წვლილი შეიტანა, ჩამოდიოდა ბატონ ასლანთან, ასე ვთქვათ. შემდეგ ასლან აბაშიძე მათ აფინანსებდა, ასე რომ ძალიან შეხმატკილებულად მიდიოდა მათ შორის ურთიერთობა და ის რომ აბაშიძემ არ შემოუშვა მხედრიონი და ასე შემდეგ, იცით რა, სადაც უნდა და მხედრიონი შევიდა. მაგრამ აქ არ შევიდა, იმიტომ გარიგდან ეს იარაღს აძლევდა
აფინანსებდა და ისინიც კარგად გრძნობდნენ თავს. ბატონო გზარ, თქვენ სახელმწიფო გადატრიალების ესე ვთქვათ კვალიფიკაცია მიანიჭეთ ამ მომხდარ მოვლენებს 91 წელს, თუმცა მაინც ვერ ხდება მოვლენების ბოლომდე შეფასება და ხშირად საუბრობენ რომ ეს არის სუბიექტური ვთქვათ პირების მიერ გაკეთებული განცხადება. ეს აისახა თუ არა ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, ქვეყნის განვითარებაში რა როლს ითამაშებდა ის ფაქტი, რომ მომხდარიყო ვთქვათ ამის გამოძება და კონკრეტული პირები დასახელებულიყვნენ და პასუხისმგებლობა აიღოთ. უბრალოდ ყოველსა მე მინდა ვთქვა ის რომ ამას არავინ არ გამოიძიებდა, იმიტომ რომ 92 წლის 6 იანვრიდან საქართველოს სათავეში უდგას არალეგიტიმური ხელისუფლება. ერთმანეთს ხარ გამოიძიებდნენ ერთმანეთს დანაშაულს. ისე იგი რასაკვირველია ესენი ცდილობენ გადაფარონ. თქვენ ამბობთ რომ ეს დღემდე გრძელდება? მე ვამბობ რომ ვიდრე არ იქნება გამოძიებული ეს დანაშაული, ვიდრე არ იქნებიან დანაშაულები დაგჯილი, მანამდე სამართლიანობა არ აღდგება საქართველოში და რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას ზუსტად ეს დაიწყო არა 9 წლის წინ, კიდევ ეს დაიწყო 22 წლის წინ და დღევანდელი მთელი უბედურება რაც ქვეყანას თავს დაატყდა არის ზუსტად შედეგი იმ სახელმწიფო გადატრიალებისა. ჩვენ დავკარგეთ ეროვნული სახელმწიფო ამ გადატრიალების შედეგად და მივიღეთ ის მდგომარეობა რაც დღეს გვაქვს. მართალია დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს გამოასწოროს ვითარებას, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ არა მარტო სააკაშვილის და მისი ბანდის წევრები უნდა დაისაჯონ, არამედ ყველა ისინი, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო 91 წლის გადატრიალებაში და დღესაც არიან წამოსხმობებული სხვადასხვა თანამდებობებში. ბატონო გზარ, ოპონენტები პირველ პრეზიდენტს, ესე ვთქვათ, პროვინციულ ფაშიზმში ზრდებდნენ ბრალს, ასევე შეცდომად უთმობდნენ ინტელიგენციასთან დაპირისპირებას, თავად პრეზიდენტი კი თავის ოპონენტებს მოიხსენებდა კრემლის აგენტებად და ერის მოღალატებად, ეს თქვენც ახსენეთ. ზოგადად გამსახურდიას მმართველობის პერიოდის შეფასებისას დამოკიდებულება არის ყოველთვის არაერთგვაროვანი. თქვენ რა შეცდომებზე მიუთითებთ, რა შეცდომა დაუშვა ისეთი, რომ ვერ შეინარჩუნა თქვენ მან სადავეები? ზოგადად გამსახურდიას არავითარი შეცდომა არ დაუშვია. ერთადერთი ასეთ ჭყალებში შეცდომა იყო, რომ არა მოჟუჟა თავის დროზე ესენი, თორე ყველაფერი კარგად წავიდა, როდესაც იყვნენ დაბანაკებული თბილისის ზღვაზე. რაც შეეხება ფაშისტს, ჩვენ კარგად დავინახეთ, ვინ არიან ფაშისტები. ეს იქნებოდა გამართლება, ბატონო. რასაკვირველია, რა ისინი მტრები იყვნენ, მტრები უნდა ამოჟუჟო, ომის დროს რა ხდება, ახლა კლავდნენ გერმანელებს ომის დროს, კლავდნენ არა, ხოცავდნენ, რატომ ისინი დასახუთზე შახაბაზის მომხრეებს კლავდნენ. ესენი იყვნენ მტრები. საქართველოს დაუძინებელი მტრები და ეხლა ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ფაშისტები ისინი, იცით რა, ამით ინიღბებოდნენ ამ დემოკრატიის ნიღბით, თვითონ იყვნენ ფაშისტები, თვითონ გაანადგურეს ხალხის ზვიად გამსახურდებას, არავინ არ მოუკლავთ. არავინ არ გაუპატიურებიათ ციხეში, არავინ არ დაუხოცავთ, აბსოლუტურად ჰუმანური რეჟიმი იყო. ეს იყო მისი ნაკლი? არ იყო მისი ნაკლი, ნაკლი იყო აი ესე პირობითად რომ თქვა ის სხვა რა უნდა ეხნა ადამიანი მიდიოდა იმისკენ რომ სახელმწიფო ყოფილიყო დამოუკიდებელი, ეს იყო მისი სანუკვარი მიზანი და მან ის ქართველ ერთად აღასრულა და კიდევაც შეეწირა ამ ბრძოლას, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა რა უნდა ეხნათ ამათ, სხვანაირად გამართლება არ აქვს, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული საქართველოს მრავალათასიანი ისტორიის მანძილზე, ანუ პირებმა მოაწყვეს გადატრიალება მოაწყვეს რუსეთიდან, მოსკოვიდან. ახლა რომ იძახიან, რომ აი ანტირუსული რომ აქვთ ლოზუნგები სააკაშვილის მომხრეებს, თვითონ იყვნენ ერთ-ერთი აქტიური მონაწილეები. ვინ იყო ბარამიძე, ვინ იყო მაჭავარიანი, თვითონ სააკაშვილი, როგორც ვახტანგ მაისაევმა დაასახელა, არის სუკის აგენტი, ფსევდონიმი დლინი, კაგებეს მესამე სამმართველოს კონდაზვერის, სამხედრო კონდაზვერის თანამშრომელი და ამავე დროს მთელი 10 გარემოცვა იყო რუსეთიდან მოგზაურები. ვინ იყო ვარდიკო ნადიბაიძე, იყო რუსი გენერალი, ვინ იყო იგორ გიორგაძე, აი მთელი მათი შემადგენლობა ეს იყო ის ხალხი, რომლებიც ემსახურებოდნენ საბჭოთა იმპერიას და რაც შეეხება ფაშისტებად ჩვენ წოდებას, ახლა მართალია დაანებეს თავი ასეთ რაღაცა სინამდვილეში ჩვენ ვიყავით, ჩვენი ხელისუფლება იყო ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, რაც შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოფილიყო. არავინ არ შეჭირდა. ჰუმანურობა მიიყვანა იქამდე, რაც ნახეთ საბოლოო შედეგი. ჰუმანურობა მკერ მიიყვანა, ჩვენ მაინც ძალები უთანასწორო იყო, მაინც ვერ გაუძლებთ. რაც არ უნდა გაეკეთებია ზვიად გამსახურდიას, ეს დაიგეგმა მოსკოვში და ძალები იყო უთანასწორო. თქვენ თუ გონიათ რომ ესენი მონაწილეობდნენ მარტო გადატრიალებაში 27 დეკემბერს 91 წელს ჩვენმა მებრძოლებმა შეძლეს გაეთავისუფლებინათ რუსთაველის პროსპექტი და შემდეგ ჩაება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარები, გადაცმულები, იმიტომ რომ შესაძ ჯავშან ტრანსპორტერი ააფეთქეს ეზოში. ან თქვენ ამბობთ რომ არ ჩარეულიყო თქვა მეორე მხარე, ნაკლები პრობლემები შეექმნებოდა. გაგდებული და კიდე მინდა ერთი რაღაცა. გარია ეთერში ბატონო გზარ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით, ბატონო გზარ, თქვენ ქალბატონო. გამარჯობათ. გაწუხებთ უზენაეს საბჭოს დეპუტატი ბესო ვირინეიშვილი. გისმენთ.
შემიძლია ბატონ მუგზარს ოდნავი ჩასწორება გაუკეთო. აჭარამ იმ პერიოდში რაც იყო სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიკავა არა უბრალოდ შემდეგებლური ტონი, არამედ შეიძლება ითქვასო ექსტრემიზმის ყველაზე უფრო ცუდი გამოვლინება გამოავლინა ასლან აბაშიძის მეთაურობით და სრულ როგორც ითქვიათ თანხმობაში შევიდა რუსეთის საოკუპაციო ჯართან. მხედრიონი ძირითადად ვერ შემოდიოდა რუსული ჯარის წინააღმდეგობის შედეგად და აბსოლუტური დიქტატი იყო რუსეთის და რუსული ჯარის აჭარის მინდვრიდან ტერიტორიაზე. რაც შეეხება 31 მარტმა მოიქცა დღევანდელი დამოუკიდებლობა და ის პრობლემატიკა, რომელიც დღეს გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ სამაჩამულს, ანუ სამხრეთ ეგრეთ წოდების სამხრეთ ოსეთთან დამოუკიდებლობაში ეზრდებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ სივრცეში, რომელიც იძლევა ბერკეტს აფხაზეთის და დღევანდელი უკვე ახლად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ოლქებს შორის საჭირო დიალოგთან დაკავშირებით. და რაც შეეხება გამსახურდია დროს იყო ერთადერთი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც მიდიოდა სრული ინტეგრაცია ქართული და რუსულენოვანი მოსახლეობის, იქნებოდა სპეციალური შემსწავლელი ქართული ენის კურსები სახელმწიფო ხარჯზე და დაფინანსებით ყველა უმაღლეს და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც საქმეთა წარმოება მიმდინარეობდა რუსულ ენაზე და მოსახლეობა არა ქართულენოვანი დიდი სიხარული და სიამოვნებით სწავლობდა ქართულ ენას. თუ ეს იქნება ფაშიზმად, მაშინ ევროპული დემოკრატია საერთოდ ფაშიზმის უმაღლესი მწვერვალია. მადლობა ზარისთვის. შეიძლება გავაგრძელო ბოდის ერთი ბატონო გზარს. გავაგრძელოთ აუცილებლად როგორ განსაზღვრა საქართველოს ბედი ასე ვთქვათ 31 მარტმა და რეფერენდუმმა ეცეც რომ გითხრათ მოკლედ იმიტომ რომ დრო კი, მაგრამ მინდა დავასრულო ბატონი ბესო არის მონაწილე იმ ბრძოლების რომელიც მიდიოდა მთავრობის სახლთან, იცის ყველაფერი რაც ხდებოდა შემდეგ, ამის შემდეგ რომ მათი მონაწილეობა იყო მონაწილეობდა სპეცნაცილები, მფრინავი ღამურები, იქიდან ვიმპელი, ანუ სპეცნაცილები რუსეთის, შემდეგ ამის გაგრძელება იყო ვინ იყო 93 წელს როცა ბალტინის ჯარი გადმოსხდა, ისე როდესაც გაუჭირდა დაუძახეს რუსებს. ესა შევარნაძე მისი ხროვა და აი დღევანდელი ის ვითომ ინტელიგენცია, რომელიც თავს დებს იმაზე რომ არ მონაწილეობდა, სინამდვილეში მონაწილეობდა. რაც შეიძლება განსაზღვრას ეს იყო რა, ასეთი რა საქართველოს ისტორიაში იშვიათად მოხდა. იმ დღემ განსაზღვრა ყველაფერი, ჩვენ საბოლოოდ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მთავარი ეს არის და აწენ მას არაზოს არ დავკარგავთ, რასაკვირველია ეს ტერიტორიები, რომელიც დღეს დაკარგული, ეს დაკარგა შევარდნაძემ და სააკაშვილმა ჩააბარეს უფრო სწორედ, იმიტომ რომ ესენი მოგზავნილი იყვნენ, არც ერთი არ იყო ქართული ცნობიერების მატარებელი. ყველა ცუდი ის არის, რომ საქართველოს ეხლა ხდება ბატონო გზა. ეხლა ხდება, არა, ამ წუთში გეტყვით, ეხლა დღეს სიტუაცია ისეთია, რომ რასაკვირველია, ყველაზე დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მოგვაცილა პირადად მას მოგვაცილა ეს საშინელი ჭირი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ გასამართლეს არა მარტო სააკაშვილის რეჟიმი, არამედ შევარდნაძის რეჟიმი, დაწყებული 91 წლის 22 დეკემბრიდან. და ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ის ხალხი, რომელიც იბრძოდა ამ დამოუკიდებლობისას, თითქმის სულ ყველა მივიწყებული, აბსოლუტურად არავის ხსენება არ არის. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა, როდესაც ახსენებენ გმირებად ისეთ ხალხს, როგორც ხაინდრავა და დათო მაღრაძე და ვიღაცაები და დათო ტურაშვილი, როდესაც რეალური გმირები დავიწყებულია. ვინ არიან რეალური? მაგალითად, ძმები ესებუები, მაგალითად, ძმები ესებუები, რომლებიც ორივე დაიღუპა, გოჩა და დათო ესებუა, სლავა მინჯია, კაკო ელიავა და ასე შემდეგ. უამრავი ადამიანი, ყველა ეს ბიჭი, საშა ზაქარაია, რომელმაც შევარდნაძეს ესრულა. ყველა ეს ადამიანი დღეს არის გადაგდებული, იმიტომ არ აწყობთ, იმიტომ დღევანდელი ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში თყოფი ძალიან ბევრი პირი მონაწილეობდა უშუალოდ სახელმწიფო გადატრიალებაში. და ჩვენ გვაქვს მასზე ძალიან დიდი დოსიე, მაგრამ დღეს იცით ისეთი სიტუაცია, რომ თუ სასამართლო არ შეიცვალა, არაფერი არ გამოვა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მაინც მოუწევთ სასჯელის მოხდა. თქვენ იცით, რომ ცნობილი გამოთქმა რაც არ უნდა მოხდეს, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და ასე. თქვენ თანამოაზრეები, ესე ვთქვათ, მიიჩნევენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნებოდეს არა 26 მაისს, არამედ 31 მარტს. რა უნდეს ამას საფუძვლად? საფუძვლად, არა, 9 აპრილი 31 მარტის, 9 აპრილს გამოცხადა დამოუკიდებლობა, 31 მარტის რეფერენდუმის საფუძვლად. ამას უდევს საფუძვლად ის ელემენტარული რამ, რომ მათ უნდა თავი დაიძრუნონ. ეს ხალხი, ეს შემოიღო შევარდნაძემ 26 მაისს. ეხლა რა ხდება? რასაკვირველია 26 მაისიც არის დამოუკიდებლობა, ეს არის დამოუკიდებლობის დღე იმ სახელმწიფოს, რომელიც აღარ არის საქართველოს პირველი რესპუბლიკის მე-20 საუკუნეში. ის სახელმწიფო გაქრა
მსოფლიო რუკიდან აღარ არსებობს. ჩვენ დღეს ცნობილი ვართ მსოფლიოში 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე. ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში. და ისინი ვინც ამბობენ რომ 26 მაისია დამოუკიდებლობის დღე, კარგად წაიკითხონ საქართველოს კონსტიტუცია. ანუ ამ დღეს და გამყარებულია 26 მაისიც. არა, ვითარ შემთხვევაში გამყარებულია 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტით. 26 მაისი კიდე გეუბნებით მოიგონეს ამათმა რომ თავი დაიძვრინონ, აი თავიანთი ვერაგობა და ეს რა ქვია მოღალატეობა დაფარონ. კიდევ ერთხელ გეუბნებით იურიდიულად ყველა რესპუბლიკამ პოსტსაბჭოთან დამოუკიდებლობის დღეს აცხადებს იმ დღეს, როდესაც რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვეს. რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვა იმ ხალხმა, რომელიც დღესაც ცოცხალია, მაგალითად რამას სურმაიძეს ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აქტზე, ანზორ კუდას. მე ვამბობ ჩვენ ამბობთ რომ ამით გაუფასურება ხდება. რასაკურველი ამით უნდა მიჩხვალონ თავიანთი დანაშაული. ამით უნდა თქვა რომ თქვენ კი არ მოგიპოვებიათ, არამედ მოიპოვა ჟორდანიამ. რა შუაშია საერთოდ იმის კავშირი დღევანდელ დღესთან. თქვენაც თუ დააკვირდებით ეგ როგორ იყო რეფერენდუმზე ფორმულირებული. თანახმა ხარ თუ არა აღადგინოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს უბრალოდ ესეთი ტრიუკი იყო, რომ აი სამართალმემკვიდრეობა არ დაკარგული იყო, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით ეს ყველანაირად ცდილობდნენ რომ დამოუკიდებლობა არ მეიღო საქართველოს, ამიტომ იურიდიულად კარგი ფორმა მოინახა ყველანაირად. მიუხედავად ზვიადმა გააკეთა ის რომ შვიდობიანად ყოველგვარი სისხლის გარეშე რეფერენდუმის გზით, რომელიც მიჩნეულია მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ფორმად დამოუკიდებლობის მოპოვების, მეუპოვე დამოუკიდებლობა. რეალურად დამოუკიდებლობის საფუძველი არის 31 მარტი. ეს უნდა გაიგოს ყველამ, განსაკუთრებით იმ დიდმა მეცნიერებმა ბჭყალებში, რომლებიც 26 მაისს ყოველთვის აწყობენ კონფერენციებს, ხვდებიან 26 მაისი არის პირველი ქართული რესპუბლიკის მე-20 საუკუნეში. რამდენად არის ეს შესაძლებელი დღესდღეობით რამდენად გააქვთ ამის მოლოდინი რომ შეიცვლება თარიღი? ეს ფაქტი რეალურია, ვამბობ რომ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ამაზე მეტი არგუმენტი რა შეიძლება იყოს რომ გაეროს აპირებთ რა მექმედებების განხორციელება და აქტიობებს. ვიაქტიურებთ ისე იურიდიული ფორმით, მეტი ამათან რა უნდა იაქტიურო, ანუ გაერო დღევანდელი გაერთიანებების ორგანიზაცია გრძნობს დამოუკიდებლად არა 26 მაისის საფუძველზე, არამედ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე. ესა საფუძველი დღევანდელი დამოუკიდებლობის. ის ხალხი ყველა ცოცხალია, ვის დამოუკიდებლობის იბრძოდა. ისე გამოდის აბსურდი, რომ 18 წელს უკავშირდება. ნუ გზარ, ამ მოვლენების ამსახველი ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ვიდეო მასალაც არსებობს, თუმცა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ყველაფერი არის მაინც სუბიექტური მეტნაკლებად. არის თუ არა იმის მოლოდინი და გაქვთ არა თქვენ მოლოდინი, რომ 90-იან წლების რეალური სურათი მომავალ თაობას მაინც ექნება? 90-იან წლების რეალური სურათი დაწერილია, ყველაფერი ფაქტები, დოკუმენტები, უბრალოდ ამას უნდა რა პუბლიკაცია, თორე დღეს გამოდის ისტორიის სახელმწიფოებში, სადაც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული, იმიტომ რომ არ ეძლევა საშუალება კანონიერი ხელისუფლების წარმოადგენლებს, კი ზოგიერთი გაზეთი იძლევა ამის საშუალებას, რომ რეალური სურათი დავდოთ, მაგრამ ეს იგივეა როგორც 1917 წელი მიჩნეული იყო ყველგან რევოლუციად, იცით თქვენ წიგნებში, მაგრამ დღეს უმეტესად ყველგან არის მიჩნეული, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. ზუსტად ისეთივე შეფასება ექნება ამ მოვლენებს, რასაკურველი ორი აზრი არა და ეს ასე არის, რეალურად ასე მოხდა. დანარჩენი არის ამათი მცდელობა მიჩმალონ თავიანთი ბინძური წარსული, თავიანთი ბიოგრაფია და ჩვენ ყველანაირად ვიხმართ იმას, რომ ახალგაზრდობა განსაკუთრებით გაიგოს სიმართლე რა მოხდა 91 წელს. რეალურად აი რასაც მე ვამბობ ის არის. არავითარი რევოლუცია არ ყოფილა, იყო სახელმწიფო გადატრიალება. მაგრამ ალბათ თქვენი ოპონენტები თქვენ რატომ უნდა გენდოთ თქვენ ამ შემთხვევაში? ოპონენტები მე არ მენდობა, ოპონენტი უნდა ენდოს ფაქტებს და ჭეშმარიტებას. ბატონო გზარ, საზოგადოების ერთი ნაწილი კონკრეტულად კი ქართული ნაციონალისტები აპირებენ რომ დააწესონ ესე ვთქვათ ზვიადობის დღესასწაული. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ წამოწყებასთან? ძალიან კარგი დამოკიდებული მაქვს, რატო არა ვიღაც ვისი დღესასწაულები არა 1000-ნაირი გიჟის და სულელის და რატო არ უნდა იყოს ახლა ზვიადის უპირველესი დღესასწაული უნდა იყოს, ძეგლებიც უნდა დაიდგას და არ უნდა ხდებოდეს ისე რომ ზვიადის ქუჩას მერე გარდაარქმევენ სახელს და არქმევენ ალიევის სახელს. ეს აუცილებელი, ეს მოხდება, მე გეუბნებით რომ ზვიადის სახელი უკდავია და დანარჩენები ის ქართველი ერის გულში ყოველთვის იქნება, ხოლო ერის მოღალატეების როგორც სიგუები, კიტოვანები, შევარდნაძეები, სააკაშვილის სახელი ანათემას იქნება მიცემული. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევხსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ეს არის პირველი მოწვევის უზენაეს საბჭოს დეპუტატი ბლოკ მრგვალი მაგიდა თავის დემოკრატიული საქართველოს წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს წევრი და სოციოლოგი ნუგზარ ჩხაიძე იყო. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.